სამშვიდობისა მეგობრებო, ყველას გისურვებთ ბედნიერება, სიხარულს და ღმერთი იყოს ჩვენთან. დავიწყოთ ჩვენი ამბები. დღეს გველოდება ძალიან ისეთი დატვირთული დღე და იმათვის ვისაც აინტერესებს ტექნიკური ამბები, წვრილმანები, ძღოლის ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი დღე და აი დღეს ჩაგვივარდე ასეთი ვარიანტი და ჩვენი არხიდან გამომდინარე, ჩვენი მაყურებელთა ინტერესიდან გამომდინარე და საერთოდ ზოგადად ვისაც აინტერესებს ეს ამერიკული ტრაილერის ძღოლის ცხოვრება და მეც ჩემებურად ვცდილობ, რომ მომოვან ძღოლებს ვინც დააპირებს აქ მუშაობას, რა ელოდება, როგორ ელოდება და როგორ უნდა გადაჭრას ეს საკითხი. რა თქმა უნდა, ჩემ მაგალითზე. კარგად გამოგდის თუ არ გამოგდის, მაგრამ ერთი ვიცი რომ მინდა რომ გულით ეს ჩვენი გამოცდილება გამოადგეს მომოვან ძღოლებს და პარალელურად არა მარტო ძღოლური, არამედ მთლიანად მთელი ცხოვრებისეული სიტუაციიდან ადამიანები ხო იცით დღევანდელ დღეს ხან იქ ვართ, ხან ერთ პრობლემაში ვართ, ხან მეორე პრობლემაში, სიტუაცია მოქმედებს, ხან ოჯახური და მთელი ამბები და ჩვენ როგორც ვამბობთ და ჩვენი არხიდან გამომდინარე ყოველთვის ვცდილობთ რომ ასეთი მიმდინარე პრობლემები, ძღოლური იქნება, ცხოვრებისეული, სასიყვარულო თუ რა ვიცი, ცხოვრებისეული ასე მოკლედ რო ვთქვათ, ვიყოთ ყველაფრისთვის მზად და ვიყოთ რომ ყველაფერი გადაჭრათ. კარგით, ახლა დავიწყოთ ეს ჩვენი ტრაილერის ამბები. მეგობრებო, ახლა არის მე ვიყოფები ფლაგსტაფი. ფლაგსტაფი არის არიზონის ყველაზე მაღალი ადგილი, სადაც ყველაზე ცივა, მაგრამ ამჟამად არ არის ისეთი სიცივე. და რა ხდება? მოდით დავიწყოთ ასე თანმიმდევრულად. ჩვენი ჯორჯი გახდა ცუდად. ესე იგი, მოდი ახლა მე ჩავრთავ ვიდეოს და მე თქვენ მიხვდებით თანმიმდევრულად გავაკეთეთ, ესე იგი, ხომ მივდივარ და პერიოდულად ტექნიკური მიზეზების გამო ჩვენი მანქანა ფუჭდება და ამჟამადაც ჩვენ მანქანას რულის თამაში დაიწყო და ნუ მოდით ჯერ გაჩვენებთ. It's very good road, but wheel is playing. I think it's everything is moving, you know, and rear side, I think it's rear tires. იგი ნახეთ ხო, რულმა დაიწყო თამაში, სავარაუდოდ ესე იგი წინა საბურავი ბალანსირება დაკარგა, წინიდანაც ესე იგი არადა საბურავის რო შეხედო კარგია. აი თვალით რო შეხედო ვიზუალურად პრობლემა არ არის. მაგრამ ცოტა რაღაც დეფექტები აქვს, აი ცოტა გაცვეთილი, მაგრამ უყურეთ, უკანა საბურავიც რაღაც ასეთი ბუღაროკებია, ხო, ნახეთ ფოტოზე. მაგრამ ეს ათამაშებს. ეხლა უყურეთ რა ხდება, ვინაიდან მე ეს მანქანა რენტით ამაქვს, ლიზით ამაქვს, საბურავი მოგეხსენება ძვირი რაღაცაა რა, $400-500 დება და ყოველთვის
სახელოსნოში უნდა მიიყვანო ამ პენსკეს ხო ეკუთვნის ეს მანქანა და პენსკემ უნდა გამოცვალოს ეს საბურავი. და ცდილობენ ხოლმე რომ არ გამოცვალო ხოლმე რომ ხარჯია დაკავშირებით და რომ მიიყვან იმ ხელოსან და გეუბნება არაფერი პრობლემა არა რაღაცას ისე გააკეთებენ აი აქაც არის თავისებული ეშმაკობები კი ახლა ამერიკას კი ვეძახით მაგრამ ხელოსნები არ ვიცი ეთყობა მიზანი აქვს თუ არ ვიცი რომ საერთო მიზანი ის არის რომ არ დაიხარჯონ მაგრამ რომ მიიყვან ამ მანქანას გეუბნება არაფერი აი პრობლემა არ უნდა იყოს ასე გეუბნებიან და ამიტომაც მე გადავიღე უკვე ეს rulis თამაში და თუ იმ სახელოსნოში დამიწყეს ბუზღუნი და მთელი ამბები მე ამას ამ ვიდეოს ვაჩვენებ და ლოგიკაში უნდა დათანხმდნენ და უნდა გამოიცვალოს ეს საბურავები მაგრამ რამდენი საბურავი 1 2 3 4 ეს ყველაფერი ფუთანაა დაკავშირო და ისინი შეესწრებენ რაც შეიძლება ცოტა საბურავი გამოცვალო. არ ვიცი, ზუსტად არ ვიცი, ეს ჩემი ვარაუდებია, რომ მივართ იქ მაგას გავარკვევთ. ეს გასაგებია, მაგრამ ხო იცით ახლა ჩვენ ტვირთით მოგება ყოველი დრო არის ფული. ეხლა მე ასეთი ამ სიტუაციაში, ამ rulis თამაშის სიტუაციაში 3-4 დღე ვიარე, იმიტომ რომ როგორ არის იცით რო აიღო მე წახვიდე სახელოსნოში შეიძლება მთელი დღე გაგაჩერონ ან 2 დღე გაგაჩერონ და ეს ყველაფერი ფინანსებს ჯიბეს არ ტყავს. აქედან გამომდინარე მე ასეთი rulis თამაშით ავკრიფე ტვირთი კალიფორნიაში და წამოვედი უკვე მივდივარ მინესოტაში და ასეთი რაღაცა მოვიფიქრე რომ ჩემი მას უთხარი რომ გზაში მეთქი სადაც შემხვდება პენსკეს სახელოსნო იქ შევაცვლევინებ ეთქი და შეიძლება იმთელი ტვირთი რო გაქვს და ისიც რო გაქვს დროში იგებ. ეხლა მე გადავწყვიტე რომ ეხლა ფლაგსტაფში და ალბაკუეში უნდა გამოცვალო და აქედან არის 300 მაილში. ისეთი გათვლა გავაკეთე რომ ასე პარასკევში მივიდოდი და გამოცვლიდან და შაბათს ან იმუშავებენ ან არა და ამიტომ მე ვჩქარობ და მინდა რომ მოვასწრო თავის დროზე. მაგრამ მეგობრებო მოვდივარ და უცბად შევამჩნიე რომ აი ნახეთ უკვე ეხა დავქოქავ და აი ეს გამოვიდა ეს გუშინ ეხლა ავჭირე ამას რო ჩავწე ხოლმე ჰაერი გამოსდის რა ეს იმას ნიშნავს რომ ეხლა წითელი უნდა ითეს მიკროსო უბრალოდ აინთება ეხლა დაქოქილი რო არ აინთება და გაჩვენებთ ესე იგი გახსოვთ მე რომ ლოს-ანჯელესში მექსიკელებთან ერთად ჩამბერი რო შევცვალეთ და ეხლა გზაში და ის ერთი ჩამბერი ხო შევცვალეთ და მეორე ჩამბერი გაფუჭდა და აი მოდი ნახოთ ნახე მეთქე ჰაერის მაგ გამოდის უყურებ უშენ ხო დავტვირთვე და ნახეთ ჰაერი გესმით აი ეხლა არ ჩანს კარგად აი ეს არის ჩამბერი და იმ ესპანელებმა ხო აქეთ გააკეთეს აქით ამ ხარეს და სიარუში ახლა მეორე გაფუჭდა რა. ეს ვახე სიბნელე რო არის ვერ გაჩვენეთ ეს უკანა მხარე და ახლა წინა მხარე გაფუჭდა რა. და გაჩვენებთ რა. ჰაერი გამოდის, ფაქტია რომ გამოდის და ვიმყოფები ფლაგსტაფში ცივა -3 გრადუსია. ახლა მე ამ ხმით შემიძლია ჩავიდე აბაკუეკოში, მაგრამ არის 300 მილი. არ არის გამორიცხული რომ ჰაერმა გამოუშვას და მე ეგრეთ წოდებული სამატარმეჟენია მოხდეს და პრობლემები შემექნას. ამიტომ ნებისმიერ ვარიანტში ეს უნდა გამოიცვალოს. მოდი მანქანა შევიდეთ უფრო კარგად ვილაპარაკებთ. იმიტომ რომ სიარული შეიძლება პრობლემები შემექნას და ტრაილერი გადაყიდავდეს და ასე შემდეგ. მე ვეძებე აქ საჩელება სარემონტო ყოფილიყო და ვიფიქრე მეტი ბარემ ტრაილერსაც გავაკეთებ მეთქი პენსკეს რაღაც ოფისი არის აქან მაგრამ რემონტებს არ აკეთებენ ვიფიქრე მეთქი იქნებ ტრაილერი მაინც გააკეთონ მეთქი მაგრამ ამ ბორბალიც მიაყოლონ მეთქი და მე რო დავრეკე ოფისში ჩვენ ასე გვემსახურებიან
ვინც გვეხმარებიან რა რემონტის ამბავში და იმან გადარეკა, გადმორეკა და გამორიცხულიაო. აქო კი შეიძლება ბორბლები შეცვალონ აქა. მაგრამ ამ ბორბლების შეცვლასი პენსკემ უნდა გადაუხადოს. ანუ ჩემ დამქირავებმა უნდა გადაუხადოს და იმ პენსკე არ გადაიხდისო, იმიტომ რომ ჯვირი ჯდებაო და ჩვენამდე რამენაირად მოვიდესო. ჩვენამდე რამენაირად მოვიდეს ეს არის ალბაკუეკუეში. რომელიც 300 მაილი აქიდან. მაგრამ ეხლა ეს ხო უნდა გავაკეთოთ და აქ ვიპოვეთ რაღაცა სახელოსნო, უკვე ამერიკელები იქნებიან, არა ესპანელები და ეს უნდა შევცვალოთ ჩამბერი. აი ამ პროცესს ყველაფერს გადავიღებ, როგორც იქნება, როგორ იქნება და ნახოთ, როგორ ამბობ მიმდინარე პრობლემები და ჩვენი ინტერესია, რომ აქ სწრაფად გაკეთდეს, არ ვიცი, მიმიღებენ, არ მიმიღებენ, ნახოთ, ამერიკელები არიან, ელა იმუშავებენ, არ იმუშავებენ და მე უკვე უნდა მოვასწრო ნიუ-მეხიკოში ჩასვლა, რომ ეს ბორბლებით შევცვალოთ. იმიტომ, რომ ხვალ შაბათია და შეიძლება შაბათს ვერ აქვია არ მუშაობენ და მე მაშინ იძულებული ვარ ასეთი რულის თამაში წავიდე ეს ტვირთი მივიტანო და შაბათ კვირა გადავლახო და გავარემონტო ეს რულის ამბავი. მაგრამ არავითარ შემდგომ ჩვენ არ გვაწყოსით და მართლა დამღლელია ამ ხელა მანძილებს რო დადიხარ ის არის რა. არ არის კომფორტული. მე აქ უკვე ლოგბუკის ამბავია, აქაც უყურეთ ჯერ არა მაქვს დრო გასული. ეხლა ის აქ უკვე ეზოპესენებს ვილაპარაკებ. ლოგოები ვინც გვეხმარებიან ამის მოგვარებაში გაგიჟდებიან, მაგრამ ამ შემთხვევაში მე არ მაინტერესებს, გინდა გაგიჟდნენ, გინდა არ გაგიჟდნენ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს ამბავი და ჩვენი ამბავიდან გამომდინარე უნდა მოვასწროთ. ნუ ერთ სიტყვით აი ესეთ ამბებში ვართ მეგობრებო. გონი გველოდება, იმედია ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ფაქტია რომ არ გინდა ამის გაკეთება, არ გინდა ასეთი პრობლემების ისა, მაგრამ არ გამოდის ტექნიკა და ცხოვრება. თან ნუ გავიწყდებოდ რომ ის ტრაილერი ახალია, მაგრამ ხანის გაფუჭდა და ამ გაფუჭებაში ჩვენ მოძრაობთ, დავრბივათ, ფიქრობთ და თქვენთან ერთად მეგობრებო, გეთოთ დავაკვირდეთ ამ სიტუაციას და ეს ცუდი თუ კარგი ყველაფერი სასარგებლოზე, ესა კარგზე გადავიყვანოთ. დავიძრათ ეს რაღაცა, ეს ადგილი, სადაც ახლა მივდივართ, 6 საათზე იღებაო რა, გუგში წერია და რა ვიცი, 10 წუთი აკლია და მივარ. სხვათა შორის შორს არ არის, აქვეა რაღაც 6 მილშია, ესეც კარგია. ნახოთ რა. ამასობაში აბად გათენდება და უფრო კარგადაც ნახავთ ყველაფერს. აი ცხოვრებაშიც ასე არ არის მეგობრებო. რაღაცას დაგეკმავ, რაღაცას აკეთებ, მაგრამ წინა ვიდეოში რო განვიხილე ჩვენ ბულგაკოვის თემა შენ გაშემო ისეთი რაღაცები ხდება, რომ ნუ შენზე არ არის დამოკიდებული. ეხლა მე არ მინდა ასე გავამძაფრო და გავაშავო, მაგრამ ნუ წვიმანები თუ პატარები თუ დიდი თუ პატარა საქმე ყოველთვის არის ისეთი რაღაცები, რომელიც შენზე არ არის დამოკიდებული. ნუ ამ შემთხვევაში ჩვენ ოქროს წესი, სიმშვიდით და შენითა მოვიპოვე სული შენი. შეიძლება რა სადღაც დავაგვიანო, სადღაც იქ ფინანსური დაბრძოლება მქონდეს. ასე მოკლედ რო თქვა ყველაფერი ჯაჭვით არის გადაბული ერთმანეთში და იმ ჯაჭვის სისტემაში ერთი ჯაჭვი რო გაწყდება, მე რო უკვე ირევა სიტუაცია. მაგრამ ჩვენ გვაქვს გონება, ჩვენ გვაქვს თავი და შვიდა წყნარად მივხედოთ. თუმცა ზოგჯერ არის ხოლმე ემოცია გითხრებს, რაღაც არ ვიცი რა არის ეს ემოცია, იქიდან გამომდინარე რაღაცა ჰორმონები თუ რა ვიცი, ჰორმონები რო იტყვიან, ის გაწვება ხოლმე და მე ვეღარ აკონტროლებ თავს, მაგრამ მთელი ამოცანა ეს არის, რომ უნდა გავაკონტროლოთ და წესრიგში მოვიყვანოთ თავი. ეხლა ზოგი იტყვის, რომ კაკო შენ გონი ძალიან ამძაფრებ. იცით რა არის, მე არ მომძაფრებ, მე ვაჩვენებ იმას, რაც არის. აი წარმოიდგინეთ, ჩამოსულხარ ფულზე. ყოველი დრო, ყოველი მოქმედება ფულზე მოქმედებს. ყოველი დაგვიანება პატარა შეცდომა ჯარიმა, რაღაცა ნიუანსი ფულის გადახდა და რატო ეს არის ის რეალური, რასაც ქვია
კაპიტალისტურ, არა კაპიტალისტურ ასეთი ცხოვრება. ეხლა უშინათ ჩემ მეგობას ველაპარაკებოდი რა. ეხლა ზოგჯერ ვადარებთ ხოლმე რა ამერიკის დღევანდელი ამერიკა, რა თქვა 20 წლის წინდელი ან 15 წლის წინანდელი. სულ სხვა იყო. შენ მუშაობდი გიხაროდა ადრე 20-15 წლის წინ და ფული გეკავა ხელში და ეხლა აი მუშაობ და აი პატარა შეცდომა პატარა ესა და მოიწვიან კალაპოტიდან ვარდები და ნუ მთელი პრობლემები გეძლება. ნუ არ ვიცი ეს ისე, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ ჩვენ მოვეშვათ და ფთები ჩამოვყაროთ. რა ვიცი, ეს ახლა ხო იცით უცბად ფიქრები მოგვაწვა და მე ალბათ უკვე წყნარ სიტუაციაში უფრო ჩამოვაყალიბებ ამ ჩემას. ნუ მოდით, ჩვენი აზრია. მოდი ახლა მივხედოთ ამ ჩვენ საქმეს და ჩემი ვიდეოებიდან გამოდიდნენ, თქვენ გამოვიტანთ დასკვნებს და მე ჩვენი მხრიდან როგორც წეღანა თქვი ეს ვიდეოები ემსახურება მომავალ მძღოლებს, მომავალ ადამიანებს, მომავალ ადამიანებს, საერთოდ ადამიანებს, ვინც არის ცხოვრებისეული პრობლემები გადაჭრას შვიდა წყნარად. ნუ მე ყოველ შემთხვევაში ასე ვცდილობ, როგორ გამოვა, ნახოთ. აი მეგობრებო, მორიგი პრობლემა არ არის, მაგრამ აი ტრაქი მან ტელეფონის GPS-მა მომიყვანა აქ, შე, აი ეს არის რომ ეს მისამართიო. სადაც აკრეფინი მქონდა ეს აქვე იმას. სახელოს არაფერი არა დასახლება, სახლები და უფრო მოშორებით არის ტრაქსტოპი, ალბათ სავარაუდოდ იქ იქნება რა. თანამედროვე დროში ხო იცით ყველა რაღაცაც ამ ტელეფონზე და იმაზე რო ვარ მიჯაჭული არა, ამ დროს უკვე შენი თავი უნდა ჩართო. უბრალოდ ეს ისეთი ადგილია ფლაგსტაფი, ფრთები და მთელი ამბებია და ისე განვითარებული არის და აი მგონი აი ეს არის რა. ექვს საათზე უნდა იყოს იმაში ეწერა. რა ქვია. სნობარში მაგრამ ალბათ ეს არის ხო აი ეგერ არის მოვედით კი მოვედით. უკვე 7-ის ნახევარია, მაგრამ კაცი შვილი არ არის. კი არიან. Southwest Mart. Okay. გურარი ადამიანი რო გაღიზიანებული ხარ და უარყოფითად რო ხარ განწყობილი, ყველაფერი უარყოფითი გონია. ამ დროს რა გინდა შეურებია მოვიდნენ, მეთქი არ არიან მოსულები მეთქი, მაგრამ შეურებიათ მუშაობები და ნახოთ ახლა შევიდეთ და იცით მოდი კომენტარებში მე თავ შევიკავებ არა და ნახოთ ის რაც ხდება. აი მომენტებში მაინც ეს ემოციები მოდის რა რაღაც აი ადამიანი მაინც ამ ემოციებზე რო არის რა და უარყოფითად რო უყურებ ყველაფერს. კარგი წავედით. თუ ესენი მოასწრებენ, კარგი იქნება. ვიღაცა კი არის და შიგნით. ხა არ ვიცი ხა გადაღება ესე ამონებათ არ ესე ამონებათ. Southend Tire Mart. ეს პრობლემს აკეთებენ, მაგრამ შეიძლება ისიც გამიკეთო. всё. ეს იგი რა მოხდა მეგობრებო? მექანიკები აქ არ არიანო და 2-3 საათი უნდა დაელოდო. ეხლა არ გვაწყობს, მაგრამ კარგი იყო რომ გზაში წასულიყავი და იქამდე მისულიყავი. ფაქტობრივად აბაკუეკვეში 5 საათი მაინც მინდა მისვლა, მაგრამ საშიში და გადავწყვიტე რომ ეს 2-3 საათი დაველოდო. აი გაჩვენეთ მეგობრებო, აქ უკვე სინათლეზე კარგად გამოჩნდება, როგორ გამოდის. იმ ესპანელებმა ხო აქით შეცვალეს, აქითან ხარი, ჩამბერი. აი ეთქობა კიდევაც ახალი რო არის. აი ეს არის ახალი. ჩვენ კიდევ ახალი. აი ჰაერი აქიდან გამოდის. Okay, მეგობრებო, გახსოვთ, ასე თუ წახვედი, იქით არის გრანდ კანიონი, აქედან რო წახვალეთ 50 მაილს. დაველოდოთ, ჯობია გვიან, ვიდრე ჯორჯ. ой, სიბერეში მიდიხარ რა.
და ამას ბორბლებს და იმასაც მე გაჩვენეთ. ნუ, კარგი, დაველოდო ჩვენ ხელოსნებს უკვე აქეთ კი დარბივოთ ყვილა უბრალოდ. აგერ მეგობრებო, კიდევ ასეთი ვარიანტი. მოგეთ, ეხლა ეთყობა დამწყები მძღოლია. ეგ ღამე გაათენა, აი ეგ. მოხედავთ, აი ორი ხაზი რო არის ორ მანქანას შორის. და თურმე ქალბატონია? არა, ქალბატონი არ არის. და ვერ გამოდის, უბრალოდ კი გამოდის, მაგრამ აი შენობა ხელს უშლის. და ვერ გამოყავს მანქანა რა. არ ვიცი რა ასაკეთებენ. ეხლა არ მინდა რომ გადავიდე, მაინც არ ვიცი, ჩათვანონ. ესე იგი, მძღოლი გადმოვიდა, ეხლა მეორე მძღოლი დაჭდა. ესე იგი, ეს შენობა უშლის ხელს. ამან უნდა გამოიყვანოს ეს მანქანა და იქი წავიდეს და რატო ვერ აკეთებს არ ვიცი. აშკარად დამწყებები არიან. აქ ასეთი ეხლა მე კი გამაჩერეს აქ და ისე მძღოლები რომ მოდიან იქიდან. უნდა შევიდნენ დიზელის ჩასასხმელად, მაგრამ ესენი ხელს უშლიან, მაგრამ ამას ვერ გახოს. ეხლა ამან რა უნდა გააკეთოს, უნდა წავიდეს ბოლომდე. მე ცოტა აქეთ გამოვიდეს და იქით შეუხვირ, აქეთ წამოვიდეს და ასე მოტეხოს და გავიდეს და რავი რატო ვერ აკეთებს. ეხლა სხვა მძღოლი დაჯდა. აქედან ეს აწვება გამატარება მომადგა. უბრალოდ აი ეგ არის. აი ეს უშლის ხელს და ვერ არის. იმდეს ვერ ხდება რომ უნდა წავიდეს უკან ბოლომდე აქეთ გამოვიდეს და ესე შეატრიალოს, მაგრამ არ ვიცი თავის შეფრად ვაჭი უკი მძღოლია. აი მას არ უნდა გავა. გავიდა, მაგრამ აი კუდით ეშინოდა რომ იმ მანქანას არ დაჯახებოდა და ეხლა მე გვიან ჩავთე ეს ბოლოს, ხოლმე აი ძღოლი ეს იყო თავიდან ეს ტიპი და იმ დროზე და ვერ აკრიალებდა, ხო დამწყები იყო. მე სხვა გადმოვიდა და იმას შეცვალა. თავიდან უყურები და მე გამახსენდა, მოდი გადავიღო მეთქი და ეგ მომენტია. ცოტა გათენდეს და ამ ლოდინში მე ცოტა ვარჯიშებ. ამასობაში როგორ ვამბობთ, ნატურალურად, ბუნებრივად ვაჩვენებთ ცხოვრების ცხოვრებას ამერიკაში. აგერ გაგვითენდა კიდევაც. ახლა წითელი მანქანით მოვიდა. ალბათ ხელოსანია სავარაუდოდ რა. შევიდა და დამიძახებენ ალბათ, რა ვიცი. კი გავიდა 2 საათი, 2 საათზე მეტი. ამასობაში რას ვაკეთებ მეგობრებო 2 საათი. აი, როგორ არის იცი? ეხლა წიგს უზივა რა, ჩუქჭირი მეებზე და წიგს მოусმინე რა. ძალიან მინდოდა ინფორმაცია მომესმინა, მაგრამ არა, მკაცრად. როგორ არის იცი? ამ თემაზე მე ჩვენ ვილაპარაკეთ. წიგნი რატო უნდა წავიკითხო და როგორ ფორმაში უნდა ჩაჯდე, იმიტომ აზროვნების საშუალებას გაძლევს და უფრო ფორმაში მოდიხარ. ვიდრე რაღაც ინფორმაციებს უსმენ პოლიტიკურს იმის ამას. კი, რა თქმა უნდა მოусმინო, მაგრამ მე სხვა რაღაცაზე ვამბობ, რომ აი არ უნდა ჩაგითრიოს და აი ჩემ შემთხვევაში გახსოვთ ხო მე რო ვამბობდი ხოლმე რომ დილით თეოლოგიურ რაღაცებს ვკითხულობ, მე ინფორმაციას, მე წიგნებს, აი დროების და მიხედვით და ეხლა მე რო ღამე მოვდიოდი, ასე თუ ისე რაღაც ინფორმაციებს უსმენდი, მაგრამ ვინაიდან ეხლა უკვე აქ კი არის აჯა, ოკეი, აი მეძახია, მოდი შემოდიო. აკი არის ახლა 9 საათი. მაგრამ ვინაიდან ჩვენ 9 საათზე წიგნებს ვკითხულობთ, ამიტომ წიგნი. ნუ ამ თემაზე მე ვილაპარაკ, მოდი ახლა მივხედოთ ამ ჩვენ ამბოს. აი მოვიდნენ ხელოსნები და შევიდეთ. ესეთი კაუბოის ქუდი ახურავს იმ ტიპს ამერიკულ სტილში. შევიდეთ ოპა. განარ მივედოთ კედეში ვიწროა და როგორი ქუდი ახურავს ნახეთ კაუბოის ამერიკულ სტილში.
არია. მე რა ვიწრო შესასვლელი აქედან. სონერო. My brother, which size? Which chamber? This side. It's this side. Would you like to check? I can. It's okay. My mechanic he's gonna be out here in about 10 Okay, minutes. okay, We'll start okay, taking a okay, look. okay. ყველაფერს იწერს, მანქანის ნომერს, ტრაილერის ნომერს, კომპანიის ნომერს, რამდენი მაილი გაგავლი ესე ჩაწერეს. ეს უბრალოდ კონტროლის ქვეშა ვართ რა. არ ვიცი რატო უნდათ, როგორ უნდათ, მაგრამ ფაქტია, სადაც არ უნდა მიხედე, მთელი ინფორმაციებს წერენ ხოლმე. უნდა დაექვემდება რომ მაგათ კანონებს ამდა. ისე მეგობრებო ნახეთ რა, აი ესეთი ბიზნესი, ასეთ პატარა მექანიკი მოვაუცო და ხაშიო და არის არაფერი მარტივი კონსტრუქციაა ხო, რკინის ისა, მაგრამ მუშაობს რა. ეს ახალთულოში ასეთი რაღაცა რო გააკეთო. რამდენი ტრაილერები დადიან, რამდენი ჩინეთიდან, ევროპიდან, რა ვიცი. რკინის კონსტრუქციაა რა. ეს ერთი ბოქსია, ორი ბოქსი, სამი ბოქსი. ეს უკვე ეს მანქანებია, რომლებიც თქვათ გზაში თუ გაუფუშდა ვიღაცას ეს წავლენ ეს მანქანები. თუ აქამდე მოხვედი ახლა როგორც ჩვენ მოვედით. გაკეთდება და გაკეთდება. როგორი ის არის. სარემონტო სამკრო. ჯორჯ ჩაიტიე. აქეთ ზეთის გამოსაცვლელია. აქეთ ეს ბალანსირება რო ბორბალი რო აბსოლუტურად აქ რო ახლა ჩვენ ეს ჩემი კომპანია არ თანხდება თორე ამას აქ ყველაფერს გავაკეთებინებდი მაგრამ რა ვიცი ეს არ უნდა რომ ცალკე გადაეხოდო ჩემთან მოვიდესო ჩვენ ხო აქ ეს ბორბალი ხო გამოსაცვლელია აი ჩვენი საბურავი სინათლეზე ჩანს თუ არ ჩანს მაგრამ ნახოთ აი ნახეთ როგორ გაცრეთილია რა და ეს თუ ათამაშებს ამას ყველაფერს ახლა აქვე გავაკეთებთ თან ეს სოფლის ის არის და კარგია მაგრამ მაინდა-მაინც იქ მოდიო პენსკესიო ეს რა არის ეს ბალანსირების ისინია ხაჟდენია ქართულად როგორ არის ეს ალბათ ბორბალი აქ უნდა დადონ აქ დანკრატები კარგია ასეთი ბიზნესი ეხლა ჩვენ გაგვიმართა ზოგჯერ ეხლა პენსკეში რომ მივდივარ ხოლმე იქ არ გვიშვებენ ხოლმე შიგნით და ეხლა იქ დავდივარ აქ და ვათვალიერებთ ეს ორმოს ზეთის გამოსაცვლელი ორმო ეს თუ რაღაცა ზემოთ დასჭირდა ასე კიბითავა ხელოსანი ზემოთ გააკეთებს იქით რა აქვს იქით ბორბლები საბურავები საამქროა იქ ეს არის გაფუჭება რა ეს არა ჩვენ გვინდა ეს ჩამბერი ამას მოხსნიან და ამას დააყენებენ ეს აკეთობა სადაც არიქოთ წავით ცოტა პატარა სადაზვერვო სამსახური გავაკეთოთ არა გამორიცხვის მოვიდეს და მითხრას რომ შედი ოფისშიო დაველოდოთ იმ ხელოსნებს გამოვა ჩემგან მეგობრებო ეკონომიური ზვერავი დავიღოთ ყველაფერი
ეს რა არის? დიჟოკია. დიჟოკი ეს დენი თუ წავი. არა, ეს კერხერია, კერხერი. სამრეცხო. მაგით რა ახს. ეს ზეთის ამოსაკაჩი, ფილტრები. ეს ქვემოთ რო არ შეძრე ამას დაწვები ზურგზე და შეგორდები შიგნით. მოდი მეგობრებო, ვიქტორინა გავითამაშოთ. გახსოვთ ლოს-ანჯელესში ესპანელებმა რამდენად გამოგვიცვალეს? $220, ხო? და იმან მოიგო ვინცად ყო $200 და აბა ეხლა გავათამაშოთ. ეხლა შუა ამერიკაში ვართ, არიზონის ჩრდილოეთ ნაწილში და ამერიკელები რამდენს აიღებენ ამ ჩამბერის გამოცვლაში. ზუსტად იგივე პროცესი მოხდება რა. კითხვა, რამდენად დაგჩარჟავენ? $200-ად, 300-ად, 400-ად, 400-ზე მეტი არ ამგონია. ნუ ვიქტორინა გაუშვოთ ძალაში. რამდენად გამოგვიცვლიან ამ ჩამბერს ტრაილერზე. გავიდა 9 საათი და ხელოსანი არ მოსულა. ნუ აბა რა სიზარ. უღე. კარგით მეგობრებო, ეს ვიდეო ახლა დავამთავროთ. ვიქტორინა გაუშვეთ ძალაში და შევხვდეთ მომავალ ვიდეოში. რა არის ეს ფონეტიკა და ენა ეს ბლუობა. და უკვე ალბათ ამას ყველაფერს ავსახავთ შემდეგ ვიდეოში.